დღევანდელი დღის თემა. ხოლო ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში. ეს არის ამბავი ნოესი, მართალი, უმანკო კაცი იყო ნოე თავის მოდგმაში. ღმერთთან დადიოდა ნოე. იმით რაც უკვე ითქვა ხომ დაინახეთ თუ რაუდენ დიდია კაცთმოყვარება და უკიდეგანოა მოთმინება ღმერთისა? იხილეთ როგორ იმატა მაშინდელი ადამიანების უკეთურებამ. შეიტყვეთ როგორი იყო ესოდენ მრავალ უკეთურს შორის მოხვედრილი მართლის სათნოება და როგორ არაფერმა ავნო. არც ამ ხალხის ურჯულოებისკენ მიდრეკილმა თანამოაზრეობამ, არც იმან რომ მარტო დარჩა მათ შორის და საწინააღმდეგო გზას ადგა. მას ვით საუკეთესო მესაჭეს უდიდესი სიფხიზლით ეპყრა გონების საჭე და არ დაუშვა. მისი ხომალდი უკეთურების ტელღების მოძალებისგან დაძირულიყო. არამედ ქარიშხალზეც მაღლა დადგა და ტალღებით გარშემორტყმული. მაინც თითქოს და ნავსადგურში იმყოფებოდა. ამგვარად მართავდა სათნოების საჭეს და თავი დაიხსნა წარღვნისაგან, რომელიც სამყაროში ყველას უნდა დასტყდომოდა თავს. ასეთია სათნოების ბუნება, იგი უკვდავი და დაუძლებელია, ვერას აკლებს ყოველდღიური ცხოვრების შემოტევები, არამედ უკეთურების მახეებზე ამაღლებული. ყოველივე ადამიანურს თითქოს და მაღალი კოშკიდან დასცქერის და არც კი გრძნობს იმ სიძნელეებს, რაც სხვებისთვის სამძიმო გამხდარა. პირიქით, თითქოს და მაღალ კლდეზე მდგარი, დასცინის ტალღებს. როდესაც ხედავს თუ როგორ ასკდებიან ისინი კლდეს და მყის ქაფად იქცევიან ასევე, სათნოებაში მოღვაწე დგას უხიფათო ადგილას და არანაირ უსიამოვნებას არ გრძნობს საყოფაცხოვრებო ხელვის გამო, არამედ მშვიდად ცხოვრობს, ტკბება თავისი განზრახვების სიწყნარით და შეგნებული აქვს. ამა ცხოვრების საქმეები ესოდენ სწრაფად და მალიად რომ იცვლებიან, არაფრით განსხვავდება მდინარის ჩქერისგან, როგორც ზღვის ტალღების წესია. ხან გაუგონარ სიმაღლეზე იზიდებიან, ხან კი უეცრად ისევ დაბლდებიან. ზუსტად ასევე ადამიანები, ვინც არ ზრუნავენ სათნო ცხოვრებაზე და მანკიერებას არიან მიცემულნი, ხან მწვერვალზე მოექცევიან, წარბებს წკეპენ და წარემატებიან ამ ცხოვრებაში, ხან კი განადგურდებიან და უკიდურესად ღარიბდებიან. სწორედ მათზე მიუთითებდა ნეტარი დავითი, როდესაც ამბობდა: ნუ გეშინინ, რაჟამს გამდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივის სახლისა მისისა. რამე თუ არა სიკვდილსა მისისა წარიღოს მან ყოველი, არცაშ თაყვეს დიდება იმისი მისთანა. და კარგადაც თქვა: ნუ გეშინიაო. დაე, ნუ გაცდუნებს მისი სიმდიდრის უხვება და დიდების ბრწყინვალება. გავა ცოტა ხანი და ნახავ მას მიწაზე მწოლარეს, უძრავს, მკვდარ-გვამს, ვინც მატლების საზრდო გამხდარა. ნახავ, ვით დაუკარგავს მთელი სიმდიდრე და დიდება და ვერაფრის თანწაყოლიებას ვერ ახერხებს, აქ ტოვებს ყველაფერს. ნუ შეწმუნდები აწმყოს შემხედვარე და ნუ მაამებლობ მასთან, ვინც მალე ყოველივე ეს უნდა დაკარგოს. ხომ ასეთია აქაური ბედნიერება და ასეთია სიმდიდრის თვისება. აქედან გასულთან არ მიყვება, ამ ქვეყნად ტოვებენ მთელ სიმდიდრეს და შიშვლები, უპოვარები გადიან იმ ნაპირზე, თან მხოლოდ საკუთარ უკეთურებას და სიმდიდრის გამო დაგროვილ ცოდვებს მიიყოლებენ. სათნო საქმე კი ასეთი როდია. იგი ამ ქვეყნადაც ჩვენს ქვეგამხედვარებზე მაღლა გვაყენებს და დაუმარცხებლებს ხვდის, განუწყვეტელ სიამეს გვანიჭებს და არ გვანებებს საყოფაცხოვრებო საქმეების სიმუხთლე ვიგრძნოთ. აქედან გასვლისასაც თან გვდევს და განსაკუთრებით იმ საშინელ დღეს, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება დახმარება, უდიდეს შემწეობას გვიწევს მსაჯულს ჩვენი შეწყნარებისკენ მიდრეკს. და როგორც აქ გვამაღლებს ძნელბედობისას უბედურებაზე, ასევე მომავალ ცხოვრებაში თავის მფლობელს მარადიული ტანჯვისგან დაიხსნის. მეტიც, გამოუთქმელი სიკეთეებით ტკბობასაც გვანიჭებს. და იმისათვის, რათა დარწმუნდეთ, რომ მართლაც ასია და რომ ჩვენ ფუჭად არ ვამბობთ ამას და ტყუილბრალოდ არ გავიტაცებთ თქვენს გონებას, მე შევეცდები თქვენ სიყვარულს ეს დღევანდელი საუბრის მაგალითი დაუმტკიცო. დააკვირდი ეს საოცარმა კაცმა, ანუ ნოემ, იმ დროს, როდესაც ადამიანთა მთელმა მოდგმამ თავს კაცთმოყვარე ღმერთის რისხვა დაიტეხა, თავისი სათნოებით შეძლო და ღმერთის რისხვაც აირიდა და მისი დიდი მოწყალების ღირსიც გახდა. მაგრამ თუ გსურთ, ჯერჯერობით ამა ცხოვრების მოვლენებზე ვილაპარაკოთ, რადგანაც ზოგს იქნებ არც კი სჯეროდეს მომავლის და უხილავის. ამგვარად, ამ ქვეყნიურ მოვლენებზე დაყრდნობით ვიმსჯელოთ, რა ბედი ეწიათ უკეთურებას მიცემულებს და რა ეღირსა იმას, ვინც სათნოება შეიყვარა. და რადგანაც სახიერმა ღმერთმა განაგო, ურჯულოების გამრავლების გამო ადამიანთა მოდგმა საყოველთაო დაღუპვით დაესაჯა და თქვა: მიწის პირიდან აღგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი და თავისი რისხვის ძალის საჩვენებლად, ეს განაჩენი გამოუტანა არა მხოლოდ ადამიანთა მოდგმას, არამედ ყველა პირუტყვს, ქვეწარმავალს და ფრინველსაც. რადგანაც ვამბობ, შეუზღუდავი იყო ეთქი განაჩენი და არანაირ განსხვავებას არ ითვალისწინებდა ამის გამო, რათა გცოდნოდა, რომ ღმერთი პირუთვნელია, რომ ჩვენს გულებში აღწევს და არავის ძულს, არამედ ჩვენის მხრიდან მცირე საბაბს მაინც თუ ჰპოვებს, გამოუთქმელ კაცთმოყვარებას ავლენს. და იმისათვის, რომ არ გეფიქრა, თითქოს და ერთიანად ამოწყვეტს ადამის მოდგმას, არამედ გცოდნოდა, რომ მას თავისი სახიერების გამო ნებავს, კაცის ნიშატი და ფესვი შეინარჩუნოს, საიდანაც გრძელი ტოტები გამოიზრდება, ამისათვის წერილი ამბობს. ხოლო ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში. დააკვირდი წმინდა წერილის სიზუსტეს, მასში ხო ერთი ასოც კი არ იპოვება ისეთი შინაარსი რო არ გააჩნდეს.
მას მერე რაც გვაუწყა ადამიანთა უკეთურების გამრავლებისა და მათ თავს მოსაწევის სასჯელის შესახებ, წერილი გვიჩვენებს იმასაც, ვინც ესოდენ მრავალ უკეთურს შორისაც შეძლო სათნოების სიწმინდის შენარჩუნება. რასაკვირველია, სათნოება თავისთავად გაოცების მომგვრელია, ხოლო თუ კი ვინმე დაბრკოლებებს გადალახავს მის აღსასრულებლად, მაშინ მეტად საოცარიც კი იქნება. ამიტომაც წმინდა წერილი თითქოს და ჰკვირვობს მართლის სათნოებას და ამბობს, რომ ხალხის ამგვარ სიმრავლეში, ვისაც მათი უკეთურების გამო ღვთის რისხვა უნდა დასტეხოდათ თავს, ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში. ჰპოვა მადლი, მაგრამ ღვთის წინაშე. უბრალოდ კი არ არის ნათქვამი, მადლი ჰპოვაო, არამედ უფალი ღმერთის წინაშე. რათა გვიჩვენოს, რომ მისი ერთადერთი მიზანი იყო, იმ დაუძინარი თვალის მოსაწონი გამხდარიყო და ვერ შეარყევდა ადამიანური ვერც დიდება, ვერც უკეთურება, ვერც დაცინვები. ბუნებრივია, რომ თავისი მტკიცე გადაწყვეტილების გამო, ყველას და ყველაფრის მიუხედავად სათნოება მოეხვეჭა, უდიდეს ლანძღვასა და აბუჩად აგდებას იტანდა, რადგანაც ყველა უკეთური როგორც წესი, მუდამ დასცინის მათ, ვინც სიბილწის მიტოვებას და სათნოებას შედგომას გადაწყვეტს ამის მოწმენი დღესაც ხშირად ხვდებით. და ვხედავთ, რომ მრავალი უზრუნველი ადამიანი წინ ვერ უდგება დაცინვასა და ლანძღვას, ადამიანურ დიდებას ჭეშმარიტ და მარადიულ დიდებაზე მეტად აფასებს და მათაც გაიტაცებს და ჩაითერს ხოლმე სხვათა უწმინდური ცხოვრება. ხოლო თქვენ სულსა და მტკიცე გონება შეუძლია გაუმკლავდეს მისი გარყვნის მოსურნეებს და არაფერი გააკეთოს ადამიანთა გულის მოსაგებად, არამედ იმ მარადფხიზელ თვალს მიაპყროს მზერა და მხოლოდ მისგან მოელოდეს მოწონებას. ადამიანებს კი ყურს არ უგდებდეს და არად მიაჩნდეს მათი შექება თუ ძაგება, არამედ ვით ჩრდილი თუ ზმანება უყურადღებოდ დაყაროს ისინი. ახლაც ხშირია, როდესაც მრავალნი ვერ იტანენ დაცინვას 10-ისგან, 20-ისგან, თუ უფრო მცირეთაგან წაიბორძიკებენ და ეცემიან. არის სირცხვილი, რომელსაც ცოდვა მოაქვს მნიშვნელოვანია, ყურადღებას არ ვაქცევდეთ მათ, ვინც ავსიტყობენ, დასცინიან და აბუჩად იგდებენ სხვებს. ამ მართლმა კაცმა კი გაუძლო ზეწოლას. არად ჩააგდო, არა თუ 10, 20 თუ 100 ადამიანი, არამედ მთელი მათი ერთობა, უამრავი და ურიცხვი ხალხი. ნამდვილად ყველა დასცინოდა მას, აბუჩად იგდებდნენ, ლანძღავდნენ, მრავალ შეურაცხყოფას მიჰკერძავდნენ. იქნებ მისი განადგურებაც კი სურდათ შესაძლებელი რომ ყოფილიყო უკეთურება სიქველის მიმართ მუდამ ავად განწყობილია. და არა მხოლოდ ვერაფერს აკლებს მას, არამედ მასზე თავდასხმით, უფრო აძლიერებს კიდევაც. ამგვარია სათნოების ძალა, რომ იგი თუმც კი იტანჯება, მტანჯველებზე იმარჯვებს და დაჩაგრული, დამჩაგვრელებზე მაღლა დგას და ეს მრავალი მაგალითით შეიძლება ვნახოთ. მაგრამ იმისათვის, რომ ამაში დარწმუნების შესაძლებლობა მოგცეთ ხო ნათქვამია, მიეცი დარიგება ბრძენს და კიდევ უფრო დაბრძენდება უნდა მიგითითოთ მაგალითებზე ძველი და ახალი აღთქმიდან. გაიხსენე აბელი, განა კაინისგან არ მოიკლა იგი? განა არ დაეცა ძმის ხელით? მაგრამ შენ იმას კი არ უცქირო, რომ კაენმა დაჯაბნა, გაიმარჯვა და მოკლა ძმა, რომლისაც შურდა და რომელსაც არაფრით გაუნაწყენებია იგი, არამედ შედეგებზე იმსჯელე იმაზე, რომ მოკლულს მას მერე და ღემდე ვადიდებთ და პატივს მივაგებთ და რომ ხანგრძლივმად რომ მისი ხსოვნა ვერ წაშალა. ხოლო მკვლელი და დამჯაბნელი მაშინაც სიკვდილზე უარეს ცხოვრებას გალევდა და მაშინლიდან და დღემდე ყველა არცხვენს და აძაგებს, როცა მისგან დატანჯულს ყოველდღე ხოტბა ეთქმის მრავალი ბაგით. და ეს ამ ცხოვრებაში ხდება. ხოლო რა იქნება მომავალ ცხოვრებაში? რა სიტყვით, ანუ რა გონებით იქნება შესაძლებელი ამის გამოთქმა? დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, ვიდგონიერი ადამიანები, წმინდა წერილში ბევრ სხვა მაგალითსაც იპოვით. ისინი იმიტომაცაა აღწერილი ჩვენ სარგოს, რომ ჩვენ მათი გაგონების მერე უწმინდურებას დავშორდეთ და სათნოე. ბას შევუდგეთ. გსურთ, ახალ აღთქმაშიც ვნახოთ მსგავსი მაგალითები? ისმინე, ნეტარი ლუკა იმავეს რომ მოგვითხრობს მოციქულთა შესახებ, კერძოდ კი გვამცნობს, რომ მათ მრავალი გვემა აიტანეს და სიხარულით დატოვეს სინედრიონი, რადგანაც ქრისტეს სახელით დაიჩაგნენ. თუმცა გვემა სასიხარულო კი არ იყო, არამედ ტკივილი და შეურაცხყოფა ახლდა, მაგრამ ეს ღმერთის გამო აიტანეს და მოციქულებსაც სწორედ მიზეზი ანიჭებდა სიხარულს. ხოლო მათი თავდამსხმელები გაოგნებული და შეჭირვებულები დარჩნენ, ვერ გაეგოთ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. ისმინე, მართლაც, მას მერე რაც მოციქულები გვემეს როგორი დაბნეულები არიან და ამბობენ, რა ეუყოთ კაცთა ამათ, განა რას ამბობ. თქვენ გვემეთ ისინი, მრავალი სიავე ჩაიდინეთ და თქვენვე ხართ დაბნეულები. ასე ძლიერი და დაუმარცხებელია სათნოება. ტანჯული მაინც ამარცხებს ტანჯვის მოქმედებს. მაგრამ იმისათვის რომ სიტყვა არ გავაგრძელოთ, საჭიროა კვლავ მიუბრუნდეთ ამ მართალი კაცის ამბავს და მისი უდიდესი სათნოება გავიკვირვოთ. გავიოცოთ თუ როგორ შეძლო მან უგულებელეყო და ამაღლებულიყო ესოდენ მრავალ ადამიანზე, რომლებიც დასცინოდნენ, ლანძღავდნენ, ამცირებდნენ მას. როგორ მოხდა? აი როგორ. იგი გამუდმებით შესცქეროდა მარადფხიზელ თვალს და მისკენ მიმართავდა თავის სულიერ მზერას. ამიტომაც აღარად ენახლებოდა მლანძღავნი, თითქოს და ისინი არც არსებულიყვნენ. ასეც უნდა იყოს. ვინც ამ სიყვარულითაა გასენილი და გულით ღმერთისკენ მიისწრაფის, ის უკვე ყურადღებას აღარ აქცევს ხილულს, არამედ მუდამ თავისი სწრაფვის საგანს ხედავს დღითა თუ ღამით, წვება თუ დგება.
შენც ნუ გაიკვირვებ, რომ ეს მართალი მხოლოდ ღმერთისკენ მხედი, უკვე აღარ ფიქრობდა არც ერთ მათგანზე, ვინც კი მის ცდუნებას ლამობდა. აღასრულებდა თავის ვალს, უზენაესის მადლი მოიპოვა და ყველა ამათზე ამაღლდა. ნათქვამია: ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში. თუმცა იგი არ უყვარდათ და არ მოსწონდათ მაშინ მცხოვრებ ადამიანებს, რადგანაც მათი გზით არ მიდიოდა. სამაგიეროდ გულთამხილველის მადლი მოიპოვა. მან დააფასა ნოეს სულიერი მისწრაფება და მითხარ, რა ზიანი შეიძლება მიადგეს ადამიანს მისივე მსგავსი ადამიანების დაციმით და ლანძღვით, თუ ჩვენს გულთ შემქმნელი და ყველა ჩვენს საქმეთამცოდნე ადიდებს და გვირგვინს ადგამს მას? რა სარგებელს მოუტანს ადამიანს, თუნდაც მთელი სამყაროს აღტაცება და ქება, თუ კი ყოველივე შემოქმედი და შეუცდომელი მსაჯული მას ბრალს დასდებს იმ საშინელ დღეს? ამიტომ, რა კი ეს ვიცით, საყვარელნო, ნუ რად ჩავაგდებთ ადამიანთა ქებას და ნუ ვეცდებით დიდება მოვიხვეჭოთ კაცთა თვალში, არამედ გავექცეთ უკეთურებას და კეთილი საქმენი ვაკეთოთ იმ ერთადერთის გამო, ვინც გულებსა და შინაგანს მოიხილავს. ამიტომაც გვასწავლიდა ქრისტეც არ ვდიოთ ადამიანურ დიდებას და მრავალი სხვა შეგონების მერე ესეც გვითხრა. ვაი თქვენ და რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქვენ კაცნი. დააკვირდით სიტყვით ვაი როგორ გვიჩვენა თუ რა სასჯელი მზადდება ამგვარი ადამიანებისთვის. ეს ვაი სავალალო შეძახილია. ქრისტე თითქოს და დაიტირებს მათ და ეუბნება: ვაი თქვენ და რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქვენ კაცნი. დააკვირდი რა ზუსტადაა გამოთქმული. თქვა არა მხოლოდ კაცნი, არამედ ყოველნი კაცნი. შეუძლებელია სათნო ადამიანმა, რომელიც ვიწრო და მწუხარე გზას ადგას და ქრისტეს მცნებებს აღასრულებს, ყველა გარშემომყოფისგან ქება და აღტაცება დაიმსახუროს, რადგანაც დიდია ბოროტების ძალა და სათნოების მტრობა. უფალმა უწყოს, რომ კაცი, ვინც უცვალებლად იღვწის სათნო საქმეებში და მხოლოდ ღმერთისგან ელის შექებას, ვერასოდეს მოიხვეჭს ქებასა და დიდებას ყველა ადამიანისგან. ამიტომაც უბერურებს უწოდებს მათ, ვინც ადამიანთა შექების ხათრით სიქველეს განშორებიან. ყველა ადამიანისგან მიღებული შექება იმის უპირველესი მტკიცებულებაა, რომ შექებული მცირედ ზრუნავს ქელ საქმეებზე. ან კი როგორ შეაქებს ყველა სათნოების მოქმედს, თუ კი იგი ჩაგვრილს ჩაგველისგან წაიტაცებს, ბოროტების მსხვერპლს ბოროტების ჩამდენისგან მოაშორებს, ისევ და ისევ თუ მოინდომებს, ცოდვის მოქმედნი გამოასწოროს და სათნოდ მცხოვრები შეაქოს, განა ბუნებრივი არ არის, რომ ზოგი შეაქებს მას, ხოლო ზოგი გაკიცხავს. ამიტომ უფალი ამბობს: ვაი თქვენ და რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქვენ კაცნი. ამის მერე განა არ უნდა გაგვაოცოს ამ მართალმა კაცმა, რა კი იგი მხოლოდ ბუნებითი კანონის კარნახით ზუსტად აღასრულებდა იმას, რაც ქრისტემ ამ ქვეყნად მოსვლის მერე გვასწავლა და ადამიანთა ქებას არ დაგდებდა, მხოლოდ ღმერთის თვალშიც ცდილობდა მადლის მოპოვებას. ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალშიო, ნათქვამია. იმის შესახებ, რომ თვისი სათნო ცხოვრების წყალობით ნოემ ღმერთის თვალში მადლი ჰპოვა, სულიწმინდით შთაგონებულმა ამ საოცარმა წინასწარმეტყველმა გვიამბო. ისიც საჭიროა შევიტყოთ ამის მერე რას გვაუწყებს და ვნახოთ თავად ღმერთი როგორ აფასებს ნოეს. ნათქვამია. ეს არის ამბავი ნოესი, მართალი, უმანკო კაცი იყო ნოე თავის მოდგმაში. ღმერთთან დადიოდა ნოე. საგვარეულო ნუსხის შედგენის უჩვეულო ხერხია. სიტყვებით. ეს არის ამბავი ნოესი თქვენს ყურადღებას იპყრობს და თითქოს და აპირებს ნოეს ჩამომავლობის შესახებ გვიამბოს თუ ვინ იყო მისი მამა, ვისგან დაიბადა, როგორ მოევლინა ამ ქვეყანას და სხვა ამგვარები, რაზედაც ჩვეულებრივ მოგვითხრობენ ხოლმე საგვარეულო ნუსხის გაცნობისას, მაგრამ წმინდა წერილი ამას ყველაფერს გამოტოვებს და მიღებული წესისგან განსხვავებით ამბობს: მართალი უმანკო კაცი იყო ნოე თავის მოდგმაში ღმერთთან დადიოდა ნოე. ხედავ განა რა უჩვეულო საგვარეულო ნუსხაა. კაცი იყო ნოე. დააკვირდი ზოგადი ბუნებითი სახელიც კი მის საქებრად იქცევა. მაშინ, როდესაც სხვები ხორციელ სიამეებში ჩაეფლნენ და ადამიანობაც კი დაკარგეს, ნათქვამია, რომ ნოემ ამ უამრავ გარყვნილს შორის ადამიანის სახე შეინარჩუნა, რამე თუ ადამიანი სწორედ ისაა, ვინც სათნოებაში გაიწაფება. საქმე ის კი არა ადამიანის შესახედაობა გქონდეს. თვალები, ცხვირი, ბაგეები, ლოყები, აგრეთვე სხვა ადამიანური ნაკვთები. ეს კი არ გამოარჩევს ადამიანს სხვა არსებებისგან, ეს ხორციელი ნაკვთებია. ადამიანად მოვიხსენიებთ მას, ვინც ადამიანის სახეს ინარჩუნებს. და განა რა ადამიანის სახება? ის რომ გონიერი იყოს. და განასხვები არ იყვნენ გონიერებიო, იკითხავთ. მაგრამ ესეც არ კმარა. იმისთვის ადამიანი რომ იყო, საჭიროა ქველი იყო, მანკიერებას გაურბოდე, ბინძურნებებს ამარცხებდე და უფლის მცნებებს იცავდე. და რათა დავრწმუნდეთ, რომ წმინდა წერილი ადამიანად წოდებასაც კი არ აღირსებს მათ, ვინც უწმინდურებასაა მიცემული და სათნო საქმეთა საკეთებლად არ ზრუნავს, ის მინეღვთის სიტყვა, რომელზეც გუშინ ვიმსჯელეთ. არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი, მეო, ამბობს ღმერთი. ხორცთან ერთად მათ უბოძე ფლობა სულისა. ხოლო ისინი თითქოს და მხოლოდ ხორცით ყოფილიყონ მოსილნი, იმგვარად უდიერად მოეპყნენ სულის მხნეობაზე ზრუნვას, რომ საბოლოოდ სრულიად ხორციელნი შეიქნენ. ხედავ განა უწმინდურების გამო ღმერთი ხორცს რომ უწოდებს მათ და არა ადამიანებს. და შემდეგ როგორც იქცვე შეიტყობთ, წმინდა წერილი მათ მიწას უწოდებს იმის გამო, რომ სრულიად მიეცნენ მიწიერ ზრახვებს. კერძოდ კი ამბობს:
წაირყმა მიწა ღვთის წინაშე და გულისხმობს არა გრძნობად მიწას, არამედ მიწად მოიხსენიებს მასზე მცხოვრებლებს. სხვაგან კი არ უწოდებს მათ არც ხორცს, არც მიწას. ამ ცხოვრებაში არსებულადაც კი არ მიიჩნევს მათ, რადგანაც სათნოებას არ ამრავლებენ. ისმინე, რაც ღაღადებს და იტყვის წინასწარმეტყველი მთავარ ქალაქში, იერუსალიმში, სადაც ამდენი 1000 ცხოვრობს, სადაც ადამიანთა ურიცხვი სიმრავლეა. არავინ იყო, როცა მოვედი, როცა ვიძახდი და არავინ იყო პასუხის გამცემი. ამას ამბობს არა, იმიტომ რომ მართლაც არავინ იყო მახლობლად, არამედ იმიტომ რომ მყოფები არაფრით ჯობდნენ არ მყოფებს. და კვლავაც, სხვაგან, მოიარეთ, ამბობს და ეძებეთ, აბა თუ იპოვით სამართლიან კაცს, ჭეშმარიტების მძებნელს, მაშინ მიუტევებდი იერუსალიმს. ხედავ, რომ წმინდა წერილი ადამიანად მხოლოდ მას მოიხსენიებს, ვინც სათნოებას ამრავლებს, სხვებს კი არსებულადაც კი არ მიიჩნევს, ხან ხორცს, ხან მიწას უწოდებს მათ. ამიტომ ახლაც, როცა წმინდა წერილი მისი ჩამომავლობის აღწერას გვპირდება, ამბობს: კაცი იყო ნოე, მხოლოდ იგია ადამიანი, სხვები კი არ ადამიანები არიან, მათ ადამიანის მსგავსება გააჩნიათ მხოლოდ, ბოროტინებით დაღუპეს, საკუთარი ბუნების კეთილშობილება და ადამიანობიდან ცხოველურ უგუნურებამდე დაეცნენ. ხოლო ადამიანს, გონიერი არსებას, თუ იგი უწმინდურებაში ვარდება და უგუნური ვნებების ტყვე შეიქმნება, წმინდა წერილი მხეცის სახელს სდებს. ამის დასტურად ისმინე, რას ამბობს იგი ერთგან, ატეხილი, ნასუქარი ულაყები არიან, ერთი მეორის ცოლებს შეჭიხვინებენ. დააკვირდი გადამეტებული ვნებიანობის გამო ადამიანს პირუტყვის სახელს რომ ანიჭებს. სხვაგან კი, მათი შხამი მსგავსია გველი შხამისა. აქ ისინი იგულისხმება, ვინც ამ ცხოველს ბაძავს მზაკრობასა და ეშმაკობაში. სხვებს კი მუნჯ ძაღლებს უწოდებს. და კვლავ ამბობს: ყრუ ასპიტისა, ყურს რომ დაიჩულავს და მათ გულისხმობს, ვინც სწავლებისა და სიქველისთვის იხშობს ყურს. და მრავალი სახელის მოძიება შეიძლება, რომელსაც წერილი იმ ადამიანებს ანიჭებს, უდიერობით პირუტყულ ნებებში რო ჩაძირულან. ამის დანახვა შესაძლებელია არა მხოლოდ ძველ აღთქმაში, არამედ ახალშიც. ისმინე, რას ეუბნება იუდევლებს იოანე ნათლისმცემელი. ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩვენა თქვენ სიულტოლაი მერმისა მისგან რისხვისა. ხედავ, მათი ნების მზაკრობა აქაც მხეცის სახელით რომ აღნიშნა. რა შეიძლება იყოს უკეთურებას მიცემულ ადამიანებზე უფრო უბედური, როდესაც ისინი ადამიანის სახელსაც კი კარგავენ და მით უმეტეს სასჯელს იმსახურებენ, რომ ბუნებით მრავალი საშუალება მიუღიათ სათნოების მოსახვეჭად, მაგრამ არ მოიხმარეს იგი, საკუთარი ნებით დაემხნეს სიმაღლიდან და უწმინდურებას შეუდგნენ. ამგვარად, როდესაც ნოეს თანამედროვენი ადამიანის სახელის უღირსები შეიქმნენ, ხოლო ეს მართალი კაცი სათნოების ესოდენ გალევისას ესოდენ სიქველეს ამჟღავნებდა, ამიტომ წმინდა წერილი მისი ჩამომავლობის აღწერას ასე იწყებს. კაცი იყო ნოე. შეიძლება ვნახოთ სხვა მართალიც, რომელსაც უდიდეს ქებად, სწორედ ეს სახელი აქვს მინიჭებული და რომელიც ამ სახელით იდიდება სხვების წინაშე, ვით უდიდესი მოღვაწე სათნოებაში. ვინაა იგი? ნეტარი იობი, ღვთისმოსაობის მოღვაწე, გმირი მიწაზე, ვინც ერთადერთმა აიტანა გაუსაძლისი უბედურებანი და მზაკვარი დემონისგან დაისრული მაინც უვნებელი დარჩა. ვით ადამანტმა გადაიტანა ყველა შემოტევა და არა მხოლოდ არ ჩაიხრჩო ამ უდიდეს ტალღებში, არამედ მათზე უფრო ამაღლდა და მით რომ საკუთარ სხეულზე გამოსცა და სამყაროს ყველა ტანჯვა უფრო მეტადაც გაბრწყინდა. ერთმანეთს მიდევნებულ უბედურებათა ჯაჭვმა არა მხოლოდ ვერ განგმირა იგი, არამედ უფრო მეტი მადლიერებისთვის აღძრა. მან სრულად გამოავლინა საკუთარი კეთილგონიერება, სასიკვდილოდ დაჭრა რა ეშმაკი და დაამტკიცა, რომ იგი ფუჭად ირჯება და მოიხმობს ძალას. ამ წმინდანის საქებრად ჯერ კიდევ ბრძოლის გადახდამდე და მის უდიდეს გმირობამდე უთხრა: ეშმაკს კაცთმოყვარე ღმერთმა, თუ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი, ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე. ალალი წრფელი ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. ხედავ, რომ უწინარესად ისიც ადამიანის საერთო სახელით იდიდება, ამბობს: თუ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი, ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე. მისი მსგავსი ადამიანი არ არის, თუმცა კი ყველა ერთმანეთის მსგავსია, მაგრამ არა სათნოებით, არამედ მხოლოდ გარეგნულად. მაგრამ გარეგნობით კი არ გამოიხატება ადამიანობა, არამედ იმით, რომ მავანი ბოროტს განეშორებადან სათნოებაში იღწვის. ხედავ, თუ საღვთო წერილი ჩვეულებრივ ვის უწოდებს ადამიანს. ამიტომაც თავიდანვე ყოველთა უფალმა ადამიანის შექმნას რომ მიჰყო ხელი თქვა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად, ანუ რომ იგი იყოს ბატონი ყოველივე ხილულის და აგრეთვე მასში აღძრული ვნებებისაც, რომ იბატონოს და არა ბატონობის ქვეშ იმყოფოს. ხოლო თუ იგი ბატონობას დააგდებს და ამჯობინებს, მასზე იბატონონ უკვე აღარც ადამიანია და პირუტყვი ცხოველის სახელს იღებს. ამიტომაც საღვთო წერილი მართალი კაცის სათნოების საქებრად ამას ამბობს. მართალი კაცი იყო ნოე. აი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახე შექებისა. მართალი. ამ სახელით წმინდა წერილი ნოეს ზოგადად ყველა სათნოებას აღნიშნავს. სახელს მართალი ჩვეულებრივ ვანიჭებთ იმ ადამიანებს, ვინც ყოველგვარ სათნოებაში გაიწაფება. ამის შემდეგ, რათა იცოდე, რომ ნოემ მიაღწია სათნოების მწვერვალს, რაც იმთავითვე მოეთხოვებოდა ჩვენს ბუნებას, წერილი ამბობს. მართალი უმანკო კაცი იყო ნოე თავის მოდგმაში. ამბობს, ყველაფერი აღასრულა, რაც კი სათნო ადამიანს მოეთხოვებოდაო, არაფერი გამოტოვა, არსად წაუბორძიგებია.
განა ისე მოიქცა, რომ ერთი შეესრულებინა, ხოლო სხვაში შეეცოდა. არამედ ყველანაირ სათნოებაში სრულყოფილი იყო. სწორედ ამის აღსრულება მოეთხოვებოდა. ამის მერე, იმისათვის რომ უკეთ დაგვანახოს ეს მართალი დროის მითითების და სხვებთან შედარების გზით, წერილი ამბობს. უმანკო კაცი იყო ნოე თავის მოდგმაში, ანუ მაშინ და იმ თავის გარყვნილ მოდგმაში, რომელიც უწმინდურებას მისცემოდა და სათნოების ნასახის გამოვლენაც კი არ სურდა. ამგვარ მოდგმაში, ამგვარ დროს მართალმა არამხოლოდ სათნოების მაგალითი გვიჩვენა, არამედ უმაღლეს სათნოებასაც კი შესწვდა, სრულყოფილი და უნაკლო გამოჩნდა. როგორც ადრეც თქვი, სათნოებასთან მებრძოლთა შორის სათნოს ცხოვრება და მისკენ სწრაფვა, როცა მის მოწინააღმდეგეთა შორის იმყოფები, ეს ყოველთვის სიკველის გამორჩეულ ღირსებას მოწმობს. ამიტომაც ეს მართალი კაცი განსაკუთრებული ქების ღირსია. მაგრამ საღვთო წერილი არც აქ ცხრება მის საკებრად. არამედ მისი სიკველის აღმატებულების ჩვენების მერე, მას მერე, რაც გვაგებინებს, რომ მაღლით იყო დაფასებული და რომ უმანკო კაცი იყო ნოე თავის მოდგმაში გვეუბნება. ღმერთთან დადიოდა ნოე. იმდენად დიდი იყო მისი სათნოება, რომ ღმერთისგან შექებას ეღირსა. ღმერთთან დადიოდა ნოე, ნათქვამია ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა მოიწონა იგი. თავისი ქველი საქმეებით სათნოე ყო იმ დაუძინარ თვალს, ისე რომ ღმერთმა არამხოლოდ ააშორა რისხვა, ყველას რომ და დასტეხოდა თვაშს, არამედ სხვათა დამცველადაც ქნა. ღმერთთან დადიოდა ნოე. ვინ შეიძლება იყოს მასზე უფრო ნეტარი, ვინც მისი სათნოების გამო ყოველთა უფლის შექების ღირსი გამხდარა? გონიერი ადამიანისთვის ეს ყოველგვარ სიმდიდრეზე, ყველა დიდებაზე და სხვა ადამიანურ სიკეთეებზე უფრო ძვირფასია. ღვთის მოყვარული ადამიანისთვის ეს სასუფეველზე მეტად სასურველია, რადგანაც ჭეშმარიტი სამეფო ისაა, რომ კეთილი ცხოვრებით ღმერთის მადლსა და კეთილგანწყობას ეღირსო. ხომ გენიასაც იმ უშრეტი ცეცხლის, საზარელი სასჯელისა და დაუსრულებელი ტანჯვის გამო კი არ უნდა ვუფრთხოდეთ, არამედ იმიტომ, რომ ესოდენ სახიერ ღმერთს შეურაცხყოფთ და სათნო ვერ ვეყოფით მას. ასევე სასუფეველშიც მისი სიყვარულის გამო უნდა ვისწრაფოდეთ, რათა მისი მადლით ტკბობა შევიძლოთ. როგორც ჩვენი კაცთმოყვარე ღმერთის კეთილგანწყობა სასუფეველზეც უფრო სასურველია, ასევე მისი დაკარგვა გენიაზე უფრო საზარელია. ხედავთ, რამდენი სარგებელი მოგვიტანა მართლის მხოლოდ სახელდებამ და აზრთა რასაგანძური გაგვიხსნა ამ გასაოცარი კაცის საგვარეულო ნუსხამ. ჩვენც მივდიოთ წმინდა წერილის წესს და თუ მოვისურვებთ ვინმეს ჩამომავლობის აღწერას, წარმოვაჩენთ მამებს, პაპებსა და პაპის პაპებს, არამედ მისი სათნოება ვაჩვენოთ, ვისი ჩამომავლობის შესახებაც ყვებით. ეს საუკეთესო ნუსხა იქნება. რა ყრია სახელოვანი და ქველი მამების შვილობაში თუ თავად არ ცხოვრობს სათნოებით? ან და რას დაგაკლებს უცნობი და მდაბიო წინაპრების ყოლა თუ სათნოებით ხარ შემკული? ეს მართალი კაციც, ვინც ასე განდიდე და ღმერთის თვალში მადლი ჰპოვა, არ დაბადებულა მისნაირი მშობლებისგან საღვთო წერილი მათ არ მოიხსენიებს, როგორც გამორჩეულად სათნო ადამიანებს, მაგრამ მაინც მრავალი დაბრკოლებისა და სიძნელის მიუხედავად შეძლო და სათნოების მწვერვალზე ამაღლდა, რათა იცოდე, რომ ვინც გადაწყვეტს გულმოდგინე და ფხიზელი იყოს და დაუზარელად ზრუნავს საკუთრ ხსნაზე, მას წინ ვერაფერი დაუდგება. ასია. თუ უზრუნველობას მივეცემით, უმნიშვნელო რაღაცებიც კი დაგვაზიანებს, ხოლო თუ ფხიზლად ყოფნას მოვისურვებთ, თუნდაც რომ ათასობით ადამიანი გვეზიდებოდეს უწმინდურებისკენ, ვერაფერი შეასუსტებს ჩვენს გულმოდგინებას ისევე, როგორც მრავალთ ვერ შეძლეს ამ მართალისთვის სათნოებაზე გული აეყრევინებინათ. ამგვარად, ნუ რავინ დაადანაშაულებთ სხვას და მათ ნუ დააკისრებ ბრალს, არამედ ყველაფერი საკუთარ უდიერობას მიაწერე. ან კი რას ვამბობ სხვა ადამიანებზე. ეშმაკზეც კი ნუ რავინ იფიქრებს, თითქოს და ისე ძლიერი იყოს, სათნოებისკენ მიმავალი გზის ჩახერგვა შეეძლოს. ის უდიერებს იტყუებს და აცტუნებს, მაგრამ არ აბრკოლებს და არ აიძულებს. ამას გვეუბნება გამოცდილებაც, კერძოდ კი ის, რომ როდესაც გადავწყვეთ ფხიზლები ვიყოთ, ისეთ სიმტკიცეს ვიჩენთ, რომ თუნდაც რომ მრავალი გვაჯერებდეს უკეთურების გზაზე შედგომას, არ ვემორჩილებით მათ შეგონებას, ადამანტივით უდრეკნებას ვიჩენთ და ბოროტების ჩამდენთათვის სასმენელს ვიხშობთ. ხოლო როცა უდიერებას ვიჩენთ, თუნდაც რომ არავინ გვირჩევდეს და არავინ გვაცდუნებდეს, ჩვენ თავადვე ვისწრაფით უკეთურებისკენ. რომ არ იყოს ეს ჩვენი ნებისაები და არ ხელეწიფებოდეს ჩვენს სულს და ჩვენი ბუნება ღმერთს თავისუფალი რო არ შეექმნა, მაშინ ადამიანები რა კი საერთო ბუნება და ერთნაირი ვნებები აქვთ, ან ყველა ბოროტი უნდა ყოფილიყო, ან ყველა კეთილი. ხოლო როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი ბუნების თანაზიარ და ერთნაირი ვნებებით გვემულ ადამიანებს მაინც არ ემართებათ ერთი და იგივე, არამედ მტკიცე გონებით მიმართავენ თავის ბუნებას, უწესო მდინარებას ეწინააღმდეგებიან, თოკავენ სურვილებს, ამარცხებენ მრისხანებას, ირიდებენ შურს, ანადგურებენ სიძულვილს, აბუჩად იგდებენ სიმდიდრისკენ ლტოლვას, ნაკლებად ზრუნავენ ქვეყნიურ დიდებაზე, არა დუღირთ ამ ცხოვრების სიკეთეები, არამედ მტკიცედ ესწრაფვიან ჭეშმარიტ დიდებას და ყოველივე ხილულზე მეტად ღმერთისგან შექება ეძვირფასებათ. განაცხადი არ არის, რომ ყოველივე ამის ჩადენა საკუთარი ძალისხმევით შეუძლიათ, ზეციური მადლის შემწეობით. და რომ ჩვენივე უზრუნველობით ვღუპავთ საკუთარ ხსნას, თავადვე ვუკარგავთ თავს ზეციურ კეთილგანწყობას? ამგვარად, გთხოვთ, მუდამ ვიფიქროთ და გვახსოვდეს ეს, ნუ რასოდეს დავადანაშაულებთ ეშმაკს და ყოველთვის საკუთარ უზრუნველ ნებას მოვკითხოთ.
და ამას იმიტომ კი არ გეუბნებით, რომ ზაკვარი ბრალეულობისგან გავათავისუფლო ნუნც იქნეს. ის მტაცებელი ლომის მსგავსად დაიარება, ღრიალებს და ეძებს თუ ვინ გადაყლაპოს. მე მხოლოდ ის მსურს, რომ ფრთხილად ვიყოთ, რომ თავი უცოდველად არ მოგქონდეს, როდესაც იოლად მივიდრიკებით ცოდვისკენ და არ ვიმეოროთ ეს ფუჭი სიტყვები. რად დაარჩინა ღმერთმა ეს ბოროტი, ჩვენს საცდუნებლად და დასაღუპად. ეს უდიდესი უგუნურებით ნათქვამი სიტყვებია. შენ კი ასე იმსჯელე. იმისთვის დაარჩინა იგი, რომ ჩვენ შიშით აღძრულები მუდამ მტრის თავდასხმას ველოდეთ, ამიტომ განუწყვეტლივ ვფხიზლობდეთ და მღვიძარებდეთ. სათნოების შრომას კი ჯილდოს იმედით და მარადიულ და გამოუთქმელ სიკეთეთა მოლოდინით ვიმსუბუქებდეთ. და რად გიკვირს, რომ მან ეშმაკი ჩვენს ხსნაზე ზრუნვის გამო დატოვა, იმისათვის, რომ ჩვენი უზრუნველობა გამოაფხიზლოს და გვირგვინთა მოპოვების საბაბი გაგვიჩინოს? მან თავად გეენიაც კი იმისთვის გაამზადა, რომ სასჯელი შიშმა და ტანჯვის აუტანელმა სიმძიმემ სასუფევლისკენ სწრაფვისთვის აღბძრას. ხედავ უფლის ბრძნულ კაცს მოყვარებას? ხედავ, როგორ ყველა ზომას მოიხმარს, რომ მისგან შექმნილები არა მხოლოდ იხსნას, არამედ გამოუთქმელ სიკეთეთა ღირსიც გახადოს. იმიტომაც გვიძღვნა თავისუფალი ნება და ბუნებასა და სინდისში ბოროტებისა და სათნოების შეცნობა ჩაგვიდო და ეშმაკის მყოფობაც იმიტომ დაუშვა და გეენიითაც იმიტომ გვემუქრება, რომ გეენიას კი არ მივემთხოთ, არამედ სასუფეველი მოვიხვეჭოთ. და რად გიკვირს, რომ ამ მიზნით მოიხმო ყველა ეს და კიდევ სხვა საშუალებებიც. მან რომელიგი ხატი ღმრთისაი იყო, ინება და ხატი მონისაი მიიღო. ინება განეცა და ყველაფერი რაც ხორცს შეეხებოდა იშვა დედაკაცისგან და დაიბადა ქალწულისგან 9 თვე მუცლით ატარეს, საფენებში გამოახვიეს, მამად მიაჩნდა იოსები, მარიამის საქმრო. თანდათანობით იზრდებოდა, წინა დაიცვითა და მსხვერპლი შესწირა, სწუროდა, შიოდა და იღლებოდა, ბოლოს კი სიკვდილიც დაითმინა, არა ჩვეულებრივი, არამედ ყველაზე სამარცხვინოს მიჩნეული სიკვდილი, ანუ ჯვარზე სიკვდილი. და ეს ყველაფერი ჩვენთვის და ჩვენი ხსნისთვის დაითმინა ყოველივე შემოქმედმა, უცვალებელმა, ყოველივეს არყოფნიდან ყოფნაში მომტანმა. მან რომელი მოხედავს ქვეყანასა ზედა და ყოფს მას შეძრწუნებულ, ვისი დიდების ბრწყინვალებას თვალს ვერ უსწორებენ ვერც ქერუბიმები, ეს უსხეულო ძალები, არამედ სახეს მიიქცევენ მისგან, ფრთებით იფარავენ და სასწაულს გვაუწყებენ, ვისაც განუწყვეტლივ აქებენ ანგელოზნი, არქანგელოზნი და სულთა დასები. მან ჩვენთვის და ჩვენი ხსნის სახელით კეთილინება კაცად შექმნილიყო და კეთილი ცხოვრების გზა გაგვიხსნა და დაგმოძღვრა იმით, რომ თავად გაიარა ეს გზა, ჩვენი მსგავსი ბუნება მიიღო. რა გამართლება გვექნება თუ ჩვენ მას მერე, რაც უკვე ამდენი რამ აღსრულდა ჩვენს დასახსნელად, თავად გავხდით ყველაფერს ჩვენთვის უსარგებლოდ და საკუთარი უდიერობის გამო ხსნას ვერ ვეღირსებით? ამიტომ გთხოვთ, ფხიზლად ვიყოთ და განუსჯელად ნუ მივდევთ სხვათა ჩვევებს, არამედ ყოველდღე დავაკვირდეთ ჩვენს ცხოვრებას, გავიაზროთ რა შევცოდეთ და რა სიკეთე ვქენით და ამგვარად გამოვასწოროთ ცოდვები, რამე თუ ზენამ მოწყალებაც მოვიხვეჭოთ და სათნო ვეყოთ ღმერთს, ამ მართლის მსგავსად და მოვიპოვოთ ზეციური სასუფეველი, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს, მამისა და სულისა წმინდისა თანადიდება, პატივი და უფლება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.